ჩვენს შემდეგ მონაწილეს იმდენად უყვარს პატარების დიდი შოუ, რომ გასტროლები გადადო და სპეციალურად გვესტუმრა. მაშასე მივესალმოთ ჩვენი სტუმარია მომღერალი ელისაბედ ზაძამია. გამარჯობათ ელისაბედ. რა ლამაზი გოგო დაბრძანდით, რა ფერის თვალები გაქვთ. შეგიძლიათ ესე შემომაჟუჟუნოთ თქვენი თვალ. დედა რა ლამაზი გოგოა. რასაც ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ, რომ გადადეთ გასტროლები. რაღაცნაირად დრო გამონახეთ და ჩვენთან მობრძანდით. ამისთვის განსაკუთრებული მადლობა მინდა გითხრათ თქვენ. როდის დაიწყეს სიმღერა მითხარი? როგორც დედიკო მიყვება, როდესაც ესე კი შენ არ გახსოვს დედიკო ყვება ამას. მე არ მახსოვს. მე ჩემი თავი გარკვეული ასაკიდან მახსოვს. გარკვეული ასაკიდან გახსოვს და რა ასაკიდან გახსოვს საკუთარი თავი, ესეც უბრალოდ დავინტერესდი. საკუთარი თავი 4 წლიდან მახსოვს და პირველად სცენაზე 4 წლის ასაკში დავდექი. ხო და აბა რას ყვებოდი, როგორც დედიკო მიყვება? როგორც დედიკო მიყვება, როცა 8 თვის ვიყავი და იავნანას მიმღეროდნენ, უეცრად დედიკოს მეც ავყავი და მე თვითონ ვუმღეროდი ჩემ თავს იავნანას. რას ლაპარაკობ? შენ ფაქტიურად ხმასთან ერთად იზრდებოდი, ხო? დიახ. ხო, ხმამ გაგასწრო ახლა შენ თუ როგორ გონია თუ? ჯერჯერობით არ ვიცი. ჯერ არ იცი. ხო არ აპირებ რომ ვინმე მოამზადოს სიმღერაში უკვე და პედაგოგობა დაიწყო, ჯერჯერობით არა, მაგრამ როცა გავიზრდები, დავფიქრდები. აი, რო გავიზრდებიზე მინდა კითხო ზუსტად. რო გაიზრდები, ვინ გინდა გამოხვიდე მითხარი ხა სასწრაფოდ? მომღერალი და არქიტექტორი. მომღერალი და არქიტექტორი. ხა და არქიტექტორი რატო უნდა გამოხვიდე მითხარი? ვინმე ყავს არქიტექტორი? არა. საკონცერტო დარბაზებს ხო არ ააგებ სპეციალურად და იქ იმღერებ ხოლმე. არქიტექტორი იმიტომ მინდა გამოვიდე, რომ ჩემი ოცნების სახლი ავაშენო ჩემი დიზაინით. აი, რა მაინტერესებს იცი ახლა? ამას ახლა არქიტექტორობა რა თუნდა? ეს ხო უბრალოდ შენი სურვილი არ და შეგიძლია ნებისმიერ არქიტექტორს დაავალო და გააკეთებს. დიახ, მაგრამ მაინც ბევრად უფრო სასიამოვნოა, როცა შენს ნაშრომში ცხოვრებ. გაიგეთ თქვენ? ანუ შენს ნაშრომში რო იცხოვრებ, შენს გაკეთე კი ბატონო, არ გედავები აბსოლუტურად. და ამისათვის რა არის საჭირო? სკოლაში სწავლა არის საჭირო არქიტექტურობას და კარგად სწავლობ. მათემატიკა მიყვარს. ეგ უკვე 1+, ქართული მეორე პლუსი, კი ბატონო? სპორტი და მუსიკა. სპორტი და მუსიკა. არქიტექტურა ალბათ ხატვა გიყვარს. ხატვაზე აი გიждები. მართლა? ჩემს მეგობრებთან ერთად, ჩემს საუკეთესო მეგობრებთან ერთად ძალიან მიყვარს ხატვა. რეებს ხატავ ხოლმე? ძირითადად პორტრეტებს და პეიზაჟებს. მე ხა პორტრეტებმა დამაინტერესა და შეგიძლიათ ჩემი პორტრეტი დახატო, ოღონდ რა ქენი იცი, აი ჭაღარები რომ აქვს, ეს ცოტა მუქად რო ქნა, რომ ვითომ არ ამა, ხო? გავითვალისწინე. ხო და ცოტა თმაც რომ აკლია, რამეს თუ დამამატებ, არ იქნება. ოღონდ ისეთი რაკურსი ავიღოთ, რომ რაღაც კარგად ჩანდე, ხო? დიდი მადლობა ეს უკვე. თაყვანისმცემლები ძალიან ბევრი გეყოლებათ, ხო? კი. კი. შეყვარებულის ხალხს? არა. ხო არ გაწუხებენ? ხო არ შევაწუხოთ ვინმე? არა. თმებს არ გწიწკნიან ამ ლამაზ თმებს? იშვიათად. იშვიათად, მაგრამ მაინც იყო ხო შემთხვევები? დიახ. ოღონდ პირველ მეორე კლასში. ასე იყო. სხვათა შორის მეც ადრე მწიწკნიდნენ, როცა მქონდა თავდეთმო. და წავიდა ის დრო, აღარავინ აღარ მწიწკნის და აღარავინ აღარ დამდებს საერთოდ. რამე ოცნება თუ გაქვთ კიდე მითხარით იმის გარდა რომ ააშენოთ აი ეს შესანიშნავი სახლი, რომელიც გნებავთ რომ თქვენი აგებული იყოს როგორც არქიტექტორის? ოცნებებიდან პირველ რიგში ძალიან მინდა რომ ძალიან წარმატებული და ცნობილი მომღერალი გამოვიდე. ეს ერთი. მაგრამ ჩემი ყველაზე სანუკვარი ოცნება არის რომ ჩემი საკუთარი თვალით დავინახო აფხაზეთი. აბსოლუტურად გიერთდები ამ სურვილში, ამ ნატრაშში და დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება ძალიან მალე და ამას სულ ყველანი ერთად ვნახავთ. მშობლები იმდენს მიყვებიან აფხაზეთის შესახებ, რომ ძალიან მინდა რომ იგი ჩემი თვალით დავინახო. და ისედაც უკვე ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ თითქოს იქ გავიზარდე. იმდენს მიყვებიან მის შესახებ. შენს მეც და სულ ყველას ვინც აკვათ, აუცილებლად მოგვიწევს დათვალიერებას და დასვენებას დარწმუნებული ვარ. ეხლა მითხარი ვისთან ერთად მოგბრძანდით აქ ელისაბედ? დღეს მოვედი დედასთან, მამასთან. დედასთან? ჩემს ყველაზე უსაყვარლეს ნიამასწავლებელთან. პედაგოგიც აქვს ყოლია, მოგესალმებით. ჩემსავით გადარეულ დეისთან.
შესავით გადარეულ ვისთან? დეიდა ჩემთან. აბა დეიდა, ხელით შეიძლება აწეთ. თქვენ გადარეული ხართ დეიდა? გადასარევად გამოიყურება ეს ადამიანი ძალიან წყნარად იჯდა და გადარეულს რატო იძახი მითხარ? ან შენ რა გეტყობა რომ გადარეული ხარ, ეგეც მითხარი? სიმართლე გითხრა, ძალიანაც ცელქი ვარ. კაი რას. მართლა. ნუ მათყვე, მართლა? დიახ. დეიდას რა ქვია? თეა. თეა? დიახ. თეა გამარჯობათ. გამარჯობათ. გადარეული დეიდა ბრძანდებით, როგორც მივხვდი რა. ეს ცელქი ვარო ამბობს და მართალია? ჯერ თქვენ შეგეკითხეთ, სანამ დედას და მამას ვკითხავ. არის ცელქი? ძალიან. რა შვება, რა საშავებს? არაფერი ეტყობა ამბავს. ერთად ვგიჟობთ ხოლმე სახლში სულ. ერთად გიჟობთ. მომიყევით ეხა რას გიჟობთ, ერთი ძალიან საინტერესო ამბავი არის. რა საკეთებთ ხოლმე, რო გიჟობთ? ცეკვად, ბღერით, თამაშობთ. ეს კარგია, მე ამას გიჟობას ვერ დავარქმევ და გიჟობა რა არის, აბა მითხარი. მაკიაჟს ვუკეთებ ხოლმე. ეს გამოტოვა, ხედავ დეიდამ. მაკიაჟს უკეთებ და ის ესე ჭირთამთმენად ასე ზის და ანუ გაკეთებინებს მაკიაჟს და რას უკეთებ მაკიაჟს? იცი კარგად მაკიაჟის კეთება? თუ სწავლობ დეიდაზე. სწავლობ დეიდაზე. დავიწყებ ტონალურით. მერე წავუსვამთ კონსილერს, მერე ბრონზერი წამოვა, მერე ბლაში. დეიდა შეიძლება რომ დავინახოთ, დაგვენახეთ როგორ ახართ თქვენ. გადასარევად გამოიყურება დღეს მაკიაჟის შემთხვევით შენ ხომ არ გაუკეთე? არა. დღეს გადაიფიქრეთ ხო ეთქო? სამწუხაროდ. და საკუთარ თავზე რატო არ სწავლობ მითხარ? კიდე ვინმე ყავს, ვიზეც მეცადინეო? არა. ჩემთვის ჯერ არ უკეთებ მაკიაჟს. აი, სწორია. რადგან პატარა ვარ ჯერ. კი ბატონო, აი მინდოდა მე თქვა და სწორად თქვი. ჯერ, მაგრამ კონცერტისთვის და სცენისთვის აუცილებლად საჭიროა. კონცერტისთვის არასდროს არ წამისვი ახლა ტონალური და რაღაცეები. არა, ხო? კონცერტისთვის ისედაც. და თუ იცი რატო არ წაგისვამს, გითხრა? იმიტომ კი არა რომ უბრალოდ არ შეიძლება, იმიტომ რომ ულამაზესი ხარ და საერთოდ არ ჭირდება ეს არაფერი. ხო მართალია. მადლობა. დედიკოს და მამიკოს გავესაუბრო ხომ შეიძლება? რა თქმა უნდა. იავნანას რომ ვღეროთ, ხო არ გვიმღერებთ ორხმაში? არა, მადლობთ. დღეს შევიკავებ თავს. თავს იკავებს დედიკო და იავნანას დაწმუნებული ვარ ძალიან გემრიელად ვღეროთ. თვითონაც უმღეროდა ხოლმე თავის თავს. იმიტომ რომ თქვენ მაშინაც უარს აცხადებდით უკვე, როდესაც მივხვდით რომ ეს უკეთესად ვღეროდა, ეთქობა კი, თქვენ ნამდვილად. დაუთმეთ ასპარეზი. კი, როცა მაჯობათ დავუთმე. დღეს რას გვიმღერებთ პატივცემულო იქნება გითხრათ? დღეს ვიმღერებ ბარბარა სტრეიზანდის Don't Rain on My Parade. ნახეთ რა სიმღერა აურჩევია, აპლოდისმენტები. ჩვენს წინაშე წარდგება ელისაბედ ძაძამია. Don't tell me not to leave, just say don't para. Life's candy and the sun, the ball of butter. Don't bring around the cloud, you rain on my parade. Don't tell me not to fly, I simply got to. If someone takes a spill, it's me, not you. I told you you're allowed to rain on my parade. I merge my band down, I beat my drum. And if I fail, short turn at Batsa. At least I didn't fake it, Hatsa. I guess I didn't make it, but wait around the rose, a sheep of affection. If picking only knows a life complexion, that's in the road, that shiny apple on the side. I gotta find once, I gotta try once, only can try once. Friends out, oh, I'll be juicy, juicy, and you see I've gonna hit my bed, so get ready for the laugh, cause I'm a comer. I simply gotta march, cause I'm a drummer. Don't bring around the cloud to rain on my parade. I'm gonna live every night, get what I want, I know how. One roll that bill will go climb. One shot, one gunshot, and when I own the tug and don't win. One shot, one gunshot, and bam! Hey, Mr. Speed, here I am. I march my band down, I beat my drum, and if I fail, short turn at Batsa. At least I didn't affect it.
had to say. I guess I didn't make it. Get ready for your love, cause I'm a comer. I simply got no mind, cause I'm a drummer. Nobody, no, nobody is gonna rain on my ბრავო! როგორი ცეცხლი დავანთეთ. საოცარი ელისაბედ ზაძაბი აპლოდისმენტები მას. რა მაგარი იყო? სად ისწავლეს ყველაფერი რა მაგარია მოიცა ეხლა უნდა დაგასაჭუქრო აუცილებლად ეს უნდა დაფასდეს ხალხო და პირველი ვინ ჩვენთან მოემართება გახლავთ ვინ? ფაგიო. აი ეს შესანიშნავი ნანგრევი ფაგების სპეციალურად ჩვენთვის იმისათვის რომ არ მოგეკაროს არც გაციება და არც ინფექცია დედამ იცის ფაგიო ასევე საჩუქარი ლოკომოკო ს ლომის გან ეს საჩუქარი ჩვენ მადლობა. დიდი მადლობა შენ იმისთვის რომ იყავი ჩვენი სტუმარი ელისაბედ ზაძაბი აპლოდისმენტები